პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა რაღაცას აკეთებდეს ნიგერიაში ქრისტიანების დევნის წინააღმდეგ. და ეს თემა საკმარისად არ განიხილება, რადგან ქრისტიანებს ყოველდღიურად კლავენ. და ტომი რობინსონის მიტინგის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მომენტი დიდ ბრიტანეთში იყო ის, როცა მან ამაზე ყურადღება გაამახვილა. რადგან იუდეო-ქრისტიანული ღირებულებების დაბრუნების ნაწილი არის იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი რწმენისა და რელიგიის ძმებისა და დების დაცვა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქვეყნის ხალხის მხარდაჭერა. ნიგერიის ხალხი ყვირის და შველას ითხოვს. და ეს არის დონალდ ტრამპის პოსტი, რომელსაც ბევრი ადამიანი საუბრობს, რადგან ის აზიარებს ნიგერიელ პასტორს, რომელიც საუბრობს სამარხიდან, სადაც ბავშვები არიან. და ის წერს ამას. არანაირი თამაში, უყურეთ, რა იქნება შემდეგ თქვენ საყვარელ თემაზე, პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპი. ახლა ამაღამდა ჩემი ხელმძღვანელობით მამაცმა ამერიკულმა ძალებმა და ნიგერიის შეიარაღებულმა ძალებმა უნაკოდ განახორციელეს დეტალურად დაგეგმილი და ძალიან რთული მისია, რათა გაენეიტრალებინათ ყველაზე აქტიური ტერორისტი მსოფლიოში ბრძოლის ველიდან, ISIS-ის მეორე პირი. ეს ხდება ამ ყველაფრის ფონზე. მოусმინოთ, რას ამბობს ეს პასტორი, რადგან თუ ამ თემაზე ინფორმირებული არ ხართ, ნამდვილად უნდა გაეცნოთ მას, რადგან ეს გულია მაჩუხებელია. ტრამპის სპეციალური მრჩეველი ეხლა თქოს უთარით ტრამპს, რომ გადაარჩინოს ჩვენი სიცოცხლე ნიგერიაში. გთხოვთ უთხარით ტრამპს, რომ გადაარჩინოს ჩვენი სიცოცხლე ნიგერიაში. კიდევ ერთხელ ვიმეუბნებ, ეს ადამიანი საფლავიდან ლაპარაკობს. კარგი? ნიგერიაში ქრისტიანებს კლავენ. ქრისტიანების მასობრივი ჟლეტა. თუ იტყვიან, რომ მუსლიმებს კლავენ, მუსლიმები ციხოცებიან. ვინ კლავს? მუსლიმები. ეს უბრალოდ საშინელი ამბავია. მოდით დეტალებში ჩავუხრმავდეთ და ვნახოთ, როგორ გამოიყენა ტომი რობინსონმა ასეთი მნიშვნელოვანი პლატფორმა ამ თემაზე სასაუბროთ, ასევე გავიგოთ ცოტა მეტი იმ სირთულეების შესახებ, რაც რეალურად ხდება. მაგრამ ჯერ მოგესალმებით გადაცემაში პუშბექი. მე ვარ მეირა კეი, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ გამოიწერთ არხს და გააზიარებთ ამ ვიდეოს. და მცირე მადლობა ჩვენ სპონსორებს ქალშის, რომელიც ფაქტობრივად პროგნოზების საფონდო ბირჟაა, ყველაზე დიდი პროგნოზების ბაზარი შეერთებულ შტატებში. და ეს წარმოუდგენლად საინტერესო მგონია, რადგან როცა კალშიში შევედი და ნიგერია მოვძებნე, აქ არ იყო არაფერი მასაკრის შესახებ, არც იმის შესახებ გააკეთებს თუ არა რამეს ტრამპი, რომ სიტუაცია შეცვალოს. და როგორც თქვი, ეს ის ადგილია, სადაც ამერიკელები და ადამიანები მთელი მსოფლიოდან მოდიან და სხვადასხვა თემებზე საუბრობენ. ამიტომ თუ ეს არ არის ხალხის გონებაში მთავარი კითხვა, რა მოხდება ნიგერიაში, როგორ გადარჩებიან ეს ქრისტიანები, ეს ნიშნავს, რომ ამ თემაზე საკმარისად არ გვაქვს განათლება მიღებული. სხვადასხვა ჩამოტვირთეთ ქალშის აპლიკაცია და გამოიყენეთ კოდი MIRA, რომ მიიღოთ $10 ფასდაკლება, როცა $10 დააბანდებთ. ქალში იწერება KALSHI. დააბანდეთ ფულით იქ, სადაც თქვენი პროგნოზია. მოდით ეს თემა ტრენდული გავხადოთ, რადგან მართლა ძალიან ძლიერად მჯერა, რომ ნიგერია უნდა იყოს ის საკითხი, რაზეც ჩვენ ყველანი უნდა ვსაუბრობდეთ. ეხლა ჯონ კლიზმა საინტერესოა, რომ ეს გამოაქვეყნა და ამის გამო დიდი პრობლემები შეექმნა. მან თქვა, თუ ბრიტანელ ებრაელებს უნდა დაეკისროთ პასუხისგებლობა იმაზე, რაც ღაზაში ხდება, მაშინ იგივე ლოგიკით ბრიტანელ მუსლიმებსაც უნდა დაეკისროთ პასუხისგებლობა ნიგერიაში მუსლიმების მიერ ქრისტიანების მასობრივ მკვლელობებზე. და რა თქმა უნდა, ეს საერთოდ არ ხდება არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ ფორმაში და არც ერთ ვითარებაში. ამაზე რეალურად არავინ საუბრობს და არავინ ადანაშაულებს ისლამის მიმდევრებს, რომლებიც არაფერს აკეთებენ ნიგერიაში ქრისტიანების მასობრივი მკვლელობების შესაჩერებლად. კარგი, და ეს მართლაც ძალიან ცუდია. ყოველ 2 საათში ერთხელ სუბსაჰარულ აფრიკაში ქრისტიანს კლავენ. მიუხედავად ამისა, გასულ წელს რწმენის გამო მოკლული ყველა ქრისტიანის 70%-ზე მეტი ნიგერიელი იყო და ნიგერიელი კათოლიკეების 94% მაინც ყოველკვირა დღეს ესწრება მესას. კარგი? ნიგერიელი კათოლიკეების 94% მაინც ყოველკვირა დღეს მიდის მესის მესაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს თოფიც კი მიაქვს, რათა თავი დაიცვას ისლამისტი მილიციებისგან. კარგი, უბრალოდ მინდა რომ ამაზე დაფიქრდე. ისინი ყოველკვირა დღეს იკრიბებიან, რაც ნიშნავს, რომ თუ ისლამისტი მილიცია მოვა ამ ადამიანების მოსაძებნად და დასაზიანებლად, იცი სად იპოვიან მათ ყველაზე მარტივად. სწორედ საკვირაო მესაზე მათ უოცვის დროს. და იმის ნაცვლად, რომ თქვან ამას არ გავაკეთებთ, უკან დავიხევთ, არ გვინდა რომ მოგძებნონ და მოკლან, ისინი ამბობენ, არა, ჩვენი რელიგია არის ის, რითაც ვამაყობთ და არ შევწყვეთ. ჩვენ 94% მესაზე სიარულს გავაგრძელებთ. დაფიქრობ, ეს მართლაც ძალიან საინტერესო მაჩვენებელია და რაღაც რაც დასავლურ საზოგადოებაში დაგვავიწყდა, როცა ვიღაცა ცდილობს რაღაც წაგართვას, მაშინ ხვდები, რამდენად ძვირფასია ის. მიუხედავად იმისა, რომ თელ მსოფლიოში რელიგიასთან დაკავშირებული ადამიანების რაოდენობა ძალიან დაბალია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ცოტათი იზრდება,
ქვეყნებში, სადაც რელიგიას თავისთავად არ მიიჩნევენ, ადამიანები მისთვის იბრძვიან და სწორედ ეს ხდება ნიგერიაში. საოცარია იმის წარმოდგენა, რომ მათგან 84% მაინც ესწრება მესას, მიუხედავად იმისა, რომ მათ სიკვდილით სჭიან. ეხლა მოდით მოусმინოთ, რას ამბობს ტომი რობინსონი, რადგან ჩემთვის საოცარია, რომ თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე დიდ სცენაზე და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე მან გადაწყვიტა ამ საკითხზე გაემახვილებინა ყურადღება. და ვფიქრობ, ეს მის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა, რადგან ბევრ ადამიანს მსმენია, რომ ამბობენ თითქოს ის უკიდურესად მემარჯვენე გიჟია. მან სინამდვილეში დაამტკიცა, რომ საკმაოდ ლოგიკურია. ის ისრაელს ეწვია, თუმცა ეს ძალიან საკამათოა. და აი ის აქ არის, იმის ნაცვლად რომ თქვას, ყველაფერი აუზაუში გადაიყვანეთ, ყველაფერი ცუდად გააკეთეთ, ის ამბობს, მოდით მნიშვნელოვან საკითხებზე ვისაუბროთ. ვინც არიცით რა იყო ეს მიტინგი, ეს ძალიან საკამათო იყო. ტომი რობინსონი ცდილობს ბრიტანეთი გადაარჩინოს ისლამისტური დაპყრობისგან. და მან გამართა ეს მასშტაბური მიტინგი სახელწოდებით გააერთიანე სამეფო, რომელსაც საკმაოდ საკამათოდ ინგლისის პრემიერ-მინისტრი ქეირ სტარმერი ცდილობდა, რომ მემარჯვენე აქტივისტებს ამ ღონისძიებაზე გამოსვლის უფლება არ მიეცათ. მან პირდაპირ ვიდეოც იჩაწერა და თქვა, ჩვენ არ შეგიშვებთ ქვეყანაში, რადგან საფრთხეს უქმნით ჩვენს ქვეყანას. დიდ ბრიტანეთში ხდება სიგიჟე, სადაც იმიგრაცია, არალეგალური იმიგრაცია და ისლამიზმი ელვის სისწრაფით ვრცელდება, ხოლო მთავრობა არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად. ეს ბევრ მხრივ გავს იმას, რასაც ნიგერიაში ვხედავთ. არა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, არამედ ის ფაქტი, რომ ისლამისტური დომინაცია ყველგან ცდილობს გაფართოებას, სადაც კი შეუძლიათ და სადაც დაუჯდელად გაუვათ. და ტომი ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლის სათავეშია, რომ ეს არ მოხდეს. კარგი, მოდი ვუყუროთ. ჩვენად ბევრი ქრისტიანი მომხსენებელი გვყავდა. ჩვენ ქრისტიანული ერი ვართ. რატომ ხედავთ ჩვენს ქვეყანაში პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრაციებს? პრესაც არის ერთი ესეთი. როცა ქრისტიანებს ხოცავენ და მასობრივად ანადგურებენ ყველა ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში, ერთ ქვეყანაში განსაკუთრებით, გენოციდი მიმდინარეობს ამჟამად. ეს წლებია ნიგერიაში ხდება. ჩვენ არ დავჩებით ჩუმად, როცა ჩვენს ქრისტიან ძმებსა და დებს აუპატიურებენ და ძარცვავენ სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. აი რატო ეხლა BBC, მედია, ინგლისის ეკლესია და ოხერი პაპი რატო არ ლაპარაკობ ნიგერიის ქრისტიანების დასაცავად? ის კიდევ ერთხელ მიუთითებს აშკარა ფარისევლობაზე. ფაქტობრივად ყველა ვისაც კი ქსმენიათ პალესტინის კონფლიქტზე ლაპარაკობს. და გულწრფელად რო ვთქვა, ამას არაფერი აქვს საერთო ისრაელთან ან სხვა იმ რწმენებთან, რაც ხალხს აქვს. სინამდვილეში ეს უფრო იმ ფაქტს ეხება, რომ სოფლიოს სიმპათია მიმართულია ისლამისტებისკენ და არა იმ რელიგიებისკენ, რომელთა ნაწილადაც ისინი თავს აცხადებენ. თუ ადამიანების ორი ჯგუფია და ერთი იმ რელიგიურ ჯგუფს ეკუთვნის, რომელთანაც თავს აიგივებ, ხოლო მეორე ისეთ ჯგუფს, რომელთანაც თავს არ აიგივებ, რატომ არ განაღლებს უფრო მეტად ის, რომ შენს ჯგუფს უნებენ? რატომ არ ადარდებთ ადამიანებს უფრო მეტად ნიგერიაში ქრისტიანების მკვლელობა, ვიდრე პალესტინაში ისლამისტების მკვლელობა? არა რომ მე ვფიქრობ, რომ პალესტინელები მართლაც იხოცებიან, მაგრამ ასეთი ნარატივია გავრცელებული. და აი პაპიც გამოდის და ამბობს, რა საშინელება ხდება და ამავე დროს მისი საკუთარი ხალხიც იმავე ჯგუფების მიერ იხოცება, რომლებიც პალესტინელ ხალხსაც ანადგურებენ. და მაინც ეს თითქოს ჩუმად რჩება. ამჟამად ჩვენთან არის ეპისკოპოსი, რომელიც აქ ჩამოვიდა, რათა მსოფლიოს ესაუბროს იმაზე, რაც მის ხალხს ემართება. ეპისკოპოსი ჯოანი ბოკაროდან, ნიგერიიდან. ბატონო, სცენა თქვენია. მან პირდაპირ ეპისკოპოსი მოიყვანა, რომ ამაზე ესაუბრა. ადიდეთ უფალი. მიხარია რომ ამ შუა დღეს თქვენ შორის ვარ. და მინდა მადლობა გადაუხადო ღმერთს იმ პრივილეგიისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა თქვენთან მოსვლისა და საუბრისა. მინდა მადლობა გადაუხადო ჩემს თქვენ. იცით, ძალიან ბევრჯერ აქ ბევრი ქრისტიანი მომხსენებელი გვყავდა. დაცვა ჩვენთვის ნიგერიაში. და შედეგად ჩვენ ვხედავთ სიტუაციებს, რომლებიც სილდება. ჩვენ შესაძლებლობებს, რომლებსაც ვერ უნკლავდებით. დიახ. ეს მართალია, ეს მართალია. და სწორედ ამიტომ ყოველს გვიჩნდება კითხვა, რამე მოხდება, ტრამპი რამეს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, დაიწყებენ თუ არა ადამიანები ამაზე საუბარს.
და მიზეზი, რატომაც ისინი არ დაიწყებენ, არის ის, რომ სამწუხაროდ ნიგერიაში ქრისტიანების ისლამისტების მიერ დახვრეტა ამტკიცებს იმ ნარატივს, რომლის დამტკიცებაც არავის სურს. და ეს ადამიანები მშვიდობიანები არ არიან. ის რომ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის საუკეთესო მეგობრობაა და ერთად ზუთ ისრაელი, სინამდვილეში არ არსებობს. ეს ყველაფერი ყალბია. და ყველა ის ქრისტიანი, ვინც ისრაელს ესხმის თავს და ასე შემდეგ, უბრალოდ სასარგებლო იდიოტებია. ნიგერიის შემთხვევა ყოველთვის ამტკიცებს ამას, რადგან ისინი არ გმობენ რეალურ დახვრეტას, რეალურ გენოციდს, იმის გამო თუ ვინ აკეთებს ამას, ისინი შიშობენ და ამ შიშმა უნდა გაქრეს, მეგობრებო, უბრალოდ უნდა გაქრეს. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.